დაკმაყოფილდება თუ არა აფხაზეთის ეგრეთ წოდებული მიტროპოლიის მოთხოვნა სტამბულში მიმდინარე კონფერენცია და კონფერენციის პოლიტიკური ნაწილი დღეს საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი მსოფლიო პატრიარქს შეხვდა. უწმინდესი და უნეტარესი თურქეთში საკუთარი პირობით ჩავიდა. საქართველოს ეკლესიის კანონიკური საზღვრები არ გადაიხედება. ოფიციალურად კონფერენცია მილანის ედიქტის საიუბილეო თარიღს ეძღვნება, თუმცა უკვე ცნობილია, რომ ილია მეორემ და ბართოლომეოს პირველმა აფხაზეთის ეკლესიის საკითხზე იმსჯელეს. უფრო კონკრეტულად, საუბარი შეეხო იმ დაპირისპირებას, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოღვაწე სასულიერო პირებს შორის არსებობს. ეგრეთ წოდებული აფხაზური მიტროპოლია კონსტანტინოპოლის მეორე ნაწილი კი რუსეთის ეკლესიის იურისდიქციისკენ იხლება. ნახეთ რეპორტაჟი თურქეთიდან. მსოფლიო პატრიარქი ბართოლომეოს პირველი საქართველოს პატრიარქს კონსტანტინოპოლის საპატრიარქოსთან ხვდება. ილია მეორე მესამე დღეა სტამბოლში ქართულ დელეგაციასთან ერთად იმყოფება. საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ხელმძღვანელობით სტამბოლში ჩასულ საპატრიარქოს დელეგაციას თავად მსოფლიო პატრიარქი ბართოლომეოს პირველი მასპინძლობს. ორი ეკლესიის წინამძღვარი რთული მოლაპარაკებებისთვის ემზადება. პატრიარქებს შორის დახურულ კარს მიღმა მოლაპარაკებების დაწყებამდე საკითხის მნიშვნელობაზე განცხადებები საქართველოს საპატრიარქოს დელეგაციის წარმომადგენლებმა გააკეთეს. ეს შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანია იმის გამო, რომ არაერთი საკითხი დგას აფხაზეთის ეპარქიასთან დაკავშირებით. საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს ამასთან დაკავშირებით აქვს ძალიან კარგად მოფიქრებული და არგუმენტირებული წინადადებები და ვფიქრობთ, ეს წინადადება მისაღები იქნება მსოფლიო საპატრიარქოსთვის. აფხაზეთში ეკლესიის ერთ ფრთას ეგრეთ წოდებული აფხაზური მიტროპოლია წარმოადგენს, რომელიც საქართველოს ეკლესიისგან გამოყოფას ითხოვს. მისი მეთაური ბერი დოროთეოს დბარია, რომელიც არქიმანდრიტის ხარისხში სწორედ კონსტანტინოპოლის ეკლესიის წიაღში აიყვანეს. მომავალში დბარის ეპისკოპოსად კურთხევის შემთხვევაში ამ ფაქტმა შესაძლოა აფხაზეთში რუსეთის ეკლესიის გავლენა შეასუსტოს კონსტანტინოპოლის სასარგებლოდ. თუმცა ამ შემთხვევაშიც საქართველოს საპატრიარქო რთული არჩევანის წინაშე შეიძლება აღმოჩნდეს. ამ საკითხზე საუბრობენ საპატრიარქოს წარმომადგენლები. აღსანიშნავია ისიც, რომ საქართველოს პატრიარქთან შეხვედრამდე ერთი დღით ადრე მსოფლიო პატრიარქთან მოლაპარაკებები რუსეთის საპატრიარქოს წარმომადგენელმა მეუფე ილარიონმაც გამართა. ერთი მწვავე საკითხი არის აფხაზეთის საკითხი. საქმე ის არის, რომ აფხაზის საეკლესიო სეპარატისტები იყენებენ საბჭოთა ეპოქაში შექმნილ არასწორ ისტორიოგრაფიას. ეს ჩამოიტანეს კონსტანტინოპოლში და შეიძლება აღძრეს კონსტანტინოპოლის ეკლესია უკვე და ეს საკითხი გახდა მათთვის, რომ მართლაც ხომ არ არის დასავლეთ საქართველოს ყოფილი მათი იურისდიქციის ქვეშ ტერიტორია. ეს ძალზე სახიფათო მომენტი არის. დბარმა საეკლესიო სეპარატისტია გავრცელა კონსტანტინოპოლში და ეს როგორმე ეს საკითხი როგორმე ახლა ძალზე სერიოზულად დგას და აი ამ შესახებ ერთი და ორი წელი დაჭირდება ალბათ მოლაპარაკებებს. კონსტანტინოპოლის საპატრიარქოში მიმდინარე მოლაპარაკებებს ეხმაურებიან თბილისშიც. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, იანვარში თბილისში გამართული შეხვედრისას მსოფლიო პატრიარქს სწორედ საქართველოს საეკლესიო საზღვრის უცვლელობაზე ესაუბრა. საპარლამენტო უმცირესობის წევრები კი განსხვავებულ აზრს აფიქსირებენ. მსოფლიო პატრიარქს ვთხოვე, რომ აფხაზეთის მიმართულებით არსებული საეკლესიო საკითხების გადაწყვეტაში ქონოდა მისი მხარდაჭერის იმედი და საქართველოს საპატრიარქოს მისცემოდა საშუალება, რომ ეს პრობლემა მოეგვარებინა ქართული ეკლესიის, მისი ავტოკეფალიის, მისი იურისდიქციის შეულახავად. რაც შეეხება ამ მომენტს, არ ვიცი, ერთადერთი კითხვას დავსვავდი, რომ ხომ არ არის კიდევ რაღაცა პროპაგანდისტული მცდელობა, რომ რუსული ეკლესია უფრო პროქართულად გამოიყვანონ, ვიდრე საერთაშორისო საეკლესიო წრეები. ჯერჯერობით უცნობია თუ რა შედეგით დასრულდება მსოფლიოსა და საქართველოს ეკლესიის წინამძღვართა მოლაპარაკებები. აფხაზეთის საეკლესიო საკითხზე ფანარში მიღებული გადაწყვეტილებების შესახებ საქართველოს ეკლესიის დელეგაციის თბილისში დაბრუნების შემდეგ გახდება ცნობილი. და ცოტა ხნის წინ შეხვედრა კონსტანტინოპოლის საპატრიარქოში დასრულდა, დაისვა საკითხი, რომ ერთ-ერთი ქართველი ეპისკოპოსი ცხუმ აფხაზეთის ეპარქიაში ქორეპისკოპოსად დაინიშნოს. აუდიენციის შემდეგ გაკეთებულ განცხადებაში მსოფლიო პატრიარქმა თქვა, რომ აფხაზეთი საქართველოს კანონიკური ტერიტორიაა და იქ საქართველოს ეკლესიის იურისდიქცია უნდა ვრცელდებოდეს. ბართოლომეოს პირველთან შეხვედრას ილია მეორესთან ერთად წმინდა სინოდის წევრებიც ესწრებოდნენ. განხილვის მთავარი თემები იყო ეკლესიათა ურთიერთობა და საეკლესიო მდგომარეობა ცხუმ აფხაზეთის ეპარქიაში. რუსეთის ეკლესიის წმინდა სინოდი აღიარებს საქართველოს ეკლესიის სრულ იურისდიქციას აფხაზეთში. ასევე კონსტანტინოპოლის საპატრიარქო აღიარებს საქართველოს ეკლესიის სრულ იურისდიქციას აფხაზეთში, ასე რომ ეს სადავო საკითხი არ არის, ეს ჩვენი იურისდიქცია არსებობს აფხაზეთში და მესხა უწმინდესობა ამბრძანა, რომ აი ვინც არის თვითონ წარმოშობით აფხაზეთიდან, ჩვენთან არის მრავალი ასეთი